ხომ გინახავთ ადამიანები საკუთარი ნიჭიერების და უკიდეგანო ინტელექტუალიზმის წარმოსაჩინად პროფესიული ტერმინებით რო იციან საუბარი დინჯი ტონალობით და ძირითადად საუბრობენ ისეთ ტერმინებით, რომელთაც ძნელია რაიმე შინაარსი გაიგო და აქედან აზრი გამოიტანო. ან ექიმები ხო გინახავთ, რომლებიც ისეთი გაუგებარი ტექსტით წერენ რეცეპტებს, რომ ცალკე ცხოვრება გჭირდება საიმისოდ, რომ ერთხელ იმისთვის მოხვიდე, რომ მათი ენა და ალგორითმი შეისწავლო. აი დაახლოებით მსგავსი ქცევის მოდელი აქვს არჩეული საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, რომელიც ყოველ ჯერზე, როდესაც თქვენ შეიტანთ მოთხოვნა სარეგისტრაციოდ და იქ დაგხვდებათ არაკეთილსინდისიერი პირი, გამოგიცხობთ ტერმინს, რომ ზედდება რეგისტრირებულ ნაკვეთთან. ეს ზედდება რეალურად ძალიან მარტივი შინაარსის მატარებელია და გულისხმობს იმას, რომ გადაფარვა ხდება უკვე არსებულ რეგისტრაციასთან. მაგრამ თვითონ ტერმინი იმდენად შემაშინებელია და დამაბნეველი, რომ კეთილსინდისიერი ადამიანი ამ დროს იწყებს ფიქრს, რომ აი რა ხდება, რაღაც ვინმე სხვა არ ვაზივარ თავზე, რაღაც ვინმეს ნაკვეთი ხო არ მიმაქვს და იწყება ეს გაუგებრობა. თან ამას ემატება ისიც, რომ რეესტრი დაგავალდებულებთ, რომ თურმე თქვენ უნდა გამოასწოროთ ის ზედება, რომელიც წარმოქმნილია თქვენამდე და ამ გაუგებრობაში მყოფი ადამიანი როგორც წესი ვერ იკვლევს გზას და ფიქრობენ, რომ ეს არის რაღაც დაუძლეველი წინაღობა და ამ წინაღობის დაძლევისთვის კიდე მისი შრომაა დამატებით საჭირო. მაგრამ ყველაფერი არის საპირისპიროდ, რადგან ამ ქვეყანაში რეგისტრაციაზე და იმაზე, რომ ყველა ნაკვეთი უნდა იყოს თავის ადგილას რეგისტრირებული, ამაზე პასუხისმგებელი ორგანო არის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო. ეს არის ადმინისტრაციული ორგანო, რომელიც ამ ქვეყნის მოქალაქეებს ყავს დაქირავებული საიმისოდ, რომ სწორად შეისწავლოს და სწორად გამოიკლიოს, ვის ეკუთვნის უფლება ამა თუ იმ ნაკვეთზე და როდესაც მე მივდივარ ჩემი ნაკვეთის დასარეგისტრირებლად, იქ არ უნდა დამხვდეს სწორედ რომ არაკეთილსინდისიერი პირი. და თუ ასეთი პირი არსებობს და საჯარო რეესტრმა ან საკუთარი უცოდინრობის გამო, ან არასაკმარისი მონდომობის გამო დაურეგისტრირა სხვას ჩემ ტერიტორიაზე უფლება, მე კი არ უნდა ვასწორო ეს შეცდომა. ეს შეცდომა უნდა გამოასწოროს თავად. ყოველ ჯერზე, როცა რეესტრი აირჩევს საპირისპირო გზას და თქვენ დაგავალდებულებთ საკუთარი დაშვებული შეცდომის გამოსწორებას, თქვენ შეგიძლიათ რომ მოითხოვოთ ზიანის ანაზღაურება და ყველა ასეთ შემთხვევაში შეგიძლიათ დაიკმაყოფილოთ თქვენი მოთხოვნა ზიანის ანაზღაურების ხარჯზე და არა იმის ხარჯზე, რომ თქვენ ეძებოთ და თქვენ ასწოროთ შეცდომა, რომელიც რეალურად არის სხვისი დაშვებული. არაფერი განსაკუთრებული და კატასტროფული ზედდების ნაწილში არ ხდება, ნებისმიერი გადაფარვა, რომელიც არასწორად არის განხორციელებული, ძალიან მარტივად შეიძლება თავდაპირველი კვლევის საფუძველზე დასუსტდეს, გამოსწორდეს და ყველა მიიღოს ადგილი, რომელიც ეკუთვნის ამა თუ იმ უბანს.